ქრისტე გეუბნება, ხე ნაყოფით იცნობო. არ შეიძლება კეთილმა ხემ ცუდი ნაყოფი გამოიღოს. ნაყოფით იბჯელო, იმას არ უყურო, რას ამბობს. სად არის ნაყოფი მაშინ? 100,000-ობით მაზიარებელი გვყავს, 1000-ობით მგლევსახური და ტაძარი და ეპარქია. ყველაფერი გვაქვს. მაშინ შედეგი და გამოდიდან რომ და ვიმჯელოთ ქრისტიანული ცხოვრების წესით ვცხოვრობ თუ არა. მარტო დამცველები ვართ, ეს არ კმარა. ქრისტეს სიტყვები მისთვის კი არ იყო რომ ჩვენ ქრისტე გვედიდებინა, პარაკლისები გადაგვეხა და ყველგან მისი ხატები ყოფილიყო და მოფენილია დღეს ვერ ყველგან ქრისტეს თაყვანისმცემლებია მარშრუტკიდან დაწყებული სახლებში რო შეხვა და ადამიანი სად არის? ადვილია ხატების სიყვარული რა არაფერს არ ითხოვს შენგან გარდა ისო დაუნთეს ანთელი პარაკლისი გადაუხადე და წამოხვალ უკან. მიდი და აბა ღმერთი შეიყვარე ადამიანში. და პირდაპირ გეუბნება სახარება, შენ ამბობ ღმერთი მიყვარს, როგორ გიყვარს ღმერთი, როცა არ გიყვარს ადამიანი, რომელსაც ხედავ, დაიწყე აქედან მაშინ.